ამ წუთებში ისრაელის საჰაერო ძალები თეირანში აზადის მოედნის სიახლოვეს ირანულ ობიექტებს ბომბავს. კადრები ტელეგრამ არხებში ვრცელდება. ცოტა ხნის წინ ისრაელმა ირანის სახელმწიფო ტელევიზია საინფორმაციო გამოშვების დროს დაბომბა. ტელერადიო მაუწყებლობის შენობას ცეცხლი უკიდია. فضای غبارآلوده استادیوم ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელს ამ ეტაპზე ის კარგად მოქმედებს. ირანი ამ ომში არ იმარჯვებს, მათ უნდა დაიწყონ მოლაპარაკება, სანამ ძალიან არ დაგვიანდება, განაცხადა დონალდ ტრამპმა. ირანს ისრაელთან კონფლიქტის დასრულება და ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებების განახლება სურს. ინფორმაციას Wall Street Journal ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ თეირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისთვის მზად იმ შემთხვევაში იქნება, თუ ამერიკის შეერთებული შტატები თავდასხმებს არ შეუერთდება. სერგი ბზიშვილი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოშიც ვაჟა სირაძის მოადგილე იქნება. მანამდე სირაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა. ბზიშვილი კი იქაც მისი მოადგილე იყო.